სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ არსებულ ვითარებას ეთმობა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დააკავეს 26 პირი. ოკუპირებული გალის დროებითი მოთავსების იზოლატორში მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო ქალაქ სოხუმში გარდაიცვალა ერთი მოქალაქე თემურ კარბაია. როგორც საანგარიშო დოკუმენტშია ნათქვამი, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარაულის, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეების მიმართ ადგილზე სამართლის აღსრულება კვლავ შეუძლებელი გახლდათ. არსებული მოცემულობა კი ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს. სუსის განმარტებით, საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებულ ინციდენტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად სარგებლობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზით. აფხაზეთთან მიმართებაში ცხელი ხაზი 2023 წლის მანძილზე 374 ჯერ იყო გამოყენებული. როგორც ირკვევა, 2023 წელს აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ბორდერიზაციის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანექსიისაკენ კიდევ ერთ მიმართულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გალისა და ახალგორის რაიონებში რუსული უნივერსიტეტების მიერ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ანგარიშის თანახმად 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ისტორიული საზოგადოების ეგრეთ წოდებული განყოფილება გაიხსნა, რომლის თავმჯდომარე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელია. ოჩამჩირის პორტი, აეროპორტის მშენებლობა სოხუმში, ბიჭვინთის აგარაკი, აპარტოტელების საკითხი და სხვა არაერთი აქტუალური თემა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა. როგორც უსის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში რუსეთი აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს. თუმცა ანგარიში ასევე ხაზგასმულია, რომ საანგარიშო წელს ოჩამჩირის პორტში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება სოხუმის აეროპორტის მშენებლობის საკითხს, სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში ნათქვამია, რომ აეროპორტის მშენებლობა ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში უნდა იქნას განხილული, ვინაიდან ის რუსეთის მართვაში იქნება და რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერებისთვის დამატებით ბერკეტად მოხდება მისი გამოყენება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სუსის დოკუმენტშია ხაზგასმული, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები გახლავთ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აგარაკების გადაცემის თემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლო დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ. ეგრეთ წოდებულ შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობებს დააზიანებს. ანექსიური პოლიტიკის ინსტრუმენტს უწოდებს გრიგოლ ლილუაშვილის უწყება აპარტოტელებისა და 30,000 აპარტამენტის მშენებლობის საკითხს, ვინაიდან ეგრეთ წოდებული კანონპროექტით შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვან დემოგრაფიულ დისბალანსს შექმნის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანამდები პროცესები წარმოადგენდა. როგორც დოკუმენტში წერია, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტებიც ფიქსირდებოდა. ასევე ხშირი იყო რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ეგრეთ წოდებული მოხალისეების გამოყენებაც. სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში საუბარია ოკუპირებული ტერიტორიებისა და საერთაშორისო თუ არასამთავრობო სექტორების ურთიერთობების საკითხზეც. 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიდგომები მკვეთრად გამკაცრდა. სუსი პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მათ მადისკრედიტებელ განცხადებებს ავრცელებდა. ცენტრალური ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში ადანაშაულებდა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესების არეულში სდებდა ბრალს. 2023 წლის დასაწყისში საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ რეგიონში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები არ შეუშვა. რაც შეეხება უშუალო ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს, 2023 წელს 3 ჯერ გაიმართა. ამავე ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილებოდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენა, თუმცა რეალურად ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ მიმართულებით არ გადადგმულა. სუსი ასევე წერს, რომ 2023 წელს ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმები რუსეთის ფედერაციის დახმარებით აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებას, მუშაობა შეინიშნებოდა სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.
ქუთაისში ნიკიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის 3-12 სართულიანი კორპუსი შენდება. საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გაეცნო. სამინისტრო საცხოვრებელ ფარდს ჯამში 13000 დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000-მდე ოჯახი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი ჯამში დაახლოებით 900 მილიონ ლარს შეადგენს. ქუთაისში მიმდინარე მშენებლობა დავათვალიერეთ, გავეცანით ადგილზე ვითარებას, თუ როგორ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები იმ სახლებისა, რომელიც გაუნაწილდებათ მოგვიანებით დევნილ მოსახლეობას, 720 ოჯახი მიიღებს თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილ ბინებს და ეს იქნება, რა თქმა უნდა, შეღავათი თითოეული ადამიანისთვის, ვინც იქნება ბენეფიციარი პირველ ეტაპზე აი ამ პროგრამით. ბოლო წლების განმავლობაში იმერეთის რეგიონში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი საცხოვრებელი ფართი გადავეცეთ ჩვენს დევნილ მოსახლეობას. ასევე ნიკიაზე ძალიან ეფექტური სამუშაოები მიმდინარეობს და გეგმაზომიერად ყველაზე მთავარი ეს არის და ჩვენ კიდევ 720 ოჯახს გადავცემთ ბინებს, ასევე შერვაშიძეზეც მთავრდება რამოდენიმე კორპუსი და იქაც რამოდენიმე ათეულ დევნილს გადავცემთ ჩვენ საცხოვრებელ ფარს. მშენებლობა ხორციელდება ყველა საერთაშორისო მოთხოვნების და სტანდარტების დაცვით. დღეს გვქონდა საშუალება გავცნობოდეთ შუალედურად სამუშაოს წარმოების პროცესს. დამკვეთს გაუზიარეთ ყველა მასთვის საინტერესო საკითხები პირველ რიგში ხარისხთან დაკავშირებით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ახსნა განმარტება მივეცით იმასთან დაკავშირებით, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში მოხდა ამ მშენებლობის განხორციელება და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი წარმატებული და ერთ-ერთი სათვალსაჩინო პროექტი იქნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილ პირებს ზუგდიდში და აბაშაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ბენეფიციარებს 1000-მდე სხვადასხვა პროფილის თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტები მოემსახურნენ. მათ ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქციაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, უშუალოდ თვითონ რესპუბლიკური საავადმყოფო იღებს მონაწილეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ამ აქციის ფორმატში შესაძლებელია დახმარების გაზრდა არა მხოლოდ დევნილი საზოგადოებისთვის, რომელიც ცხოვრობს სამეგრელო ზონის სვანეთის რეგიონში, არამედ ასევე შესაძლებელია, რომ ჩვენ მივწვდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს ადამიანებს და მაგათ გაუწიოთ კვალიფიციური მაღალი ხარისხით სამედიცინო დახმარება. ჩემი ინტერესი იყო, რომ თვალი გამესინჯა. ჩამოვედი, გავისინჯე თვალი, კმაყოფილი დარჩი. უდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ეზოში აფხაზეთიდან დევნილი ექიმის რეზო სულუხიას ვარსკვლავი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიება სიმბოლურად ექიმის დაბადების დღეს დაემთხვა და მას ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ. ეს პირველი ვარსკვლავია უდუშაურის კლინიკაში, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს მადლიერმა საზოგადოებამ გაუხსნა. რეზო სულუხია უდუშაურის კლინიკის სამიანო გინეკოლოგიური დეპარტამენტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს ექიმ-მეან გინეკოლოგის უმაღლესი კატეგორია. წლების განმავლობაში მუშაობდა გულრიფშის რაიონისა და ქალაქ სოხუმის სამშობიაროს სახლების მთავარ ექიმად. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის შემდეგ უდუშაურის კლინიკაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა და ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი რეზო სულუხიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. აბსოლუტურად ეს ისე სიურპრიზი, რა ვიცი, რა უნდა დავარქვა ამას. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ალბათ ცრემლების მომატია ხალხად რომ გამოვედი, ვერ ხვდებოდი რა ხდება, ამდენი ხალხი რო შეიკრიბა და წითელი ხალიჩა და ამდენი ხალხი შეგროვილი იყო. რა უნდა გამხრობოდა ამაზე მეტი? ალბათ აფხაზეთში დაბრუნდა. სოხუმი, აი ახალს ვერ ვიკავებ თავს. საოცარი ლამაზი დღეა ჩემთვის. დაუვიწყარი დღეა.
ინოვაციურ სამეწარმეო ეკოსისტემაში უნივერსიტეტების როლზე ისაუბრეს საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში ჩატარდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ქართველი და უცხოელი მეცნიერების, სპეციალისტების და პრაქტიკოსების მიღწევები, მიდგომები და ხედვები კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის სფეროში. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გამოცდილებების გაზიარება და დისკუსიების სექციებში გაგრძელდა. ღონისძიების ორგანიზატორი სოხუმის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იყო. ამ მიმართულებით პირველია და ძალიან ამაყივა რომ შედგა. ყველა თემა ეხებოდა ინოვაციური ეკოსისტემის შეკვრას და უნივერსიტეტის ჩართულობის გაძლიერებას. შესაბამისად, ცნობიერება ძალიან ამაყდა, მიხარია რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან წავიდა ეს ინფორმაცია და მსგავსი კონფერენციების ჩატარების საფუძველი რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნა ჩაკრილი. დღევანდელი დღე მართლაც გრანდიოზულია ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ისეთ აქტუალურ თემას ეხება დღევანდელი ჩვენი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომ აქ უნივერსიტეტების როლი ძლიერდება. იმიტომ რომ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტების როლი აკადემიური მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობაში ეს მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს სივრცე იყენებს ზუსტად ჩვენს ინტელექტუალურ და სამეცნიერო პოტენციალს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება ზუსტად საგანმანათლებლო სივრცეში. 2016 წელს მოვედი პირველად სოხუმის უნივერსიტეტში. ეს ჩემი მეორე ვიზიტია და ვხედავ მნიშვნელოვან განვითარებას ინოვაციებთან, მომხსენებლებთან დაკავშირებით და შედარებით უფრო მაღალი დონე შეიმჩნევა. საქართველოს ცდილობს და გამოდის გლობალურ არენაზე ინოვაციების თვალსაზრისით. გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მეორე საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა. სკოლა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მდებარეობს და ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები სწავლობენ. ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ჩატარდა. გამწვანების აქციასთან ერთად სკოლას საჩუქრად წიგნებიც გადაეცა. პროექტი კომპანია ბიბლუსმა წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად განახორციელა. როგორც მოგიხსენებათ, აპრილი არის წიგნის ჩუქების თვე და ასევე არის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეც, რომელიც ასევე აპრილში აღინიშნება და ჩვენ ვესტუმრეთ არაჩვეულებრივ სკოლას და ზოგადად გარემოს ვაზიანში და გარდა იმისა, რომ წიგნები გადავეცით საჩუქრად ბიბლიოთეკას, განვახორციელეთ ძალიან ბევრი ენერგიის ჩარგვა ბავშვებთან ერთად და შევპირდით, რომ მალე დავბრუნდებით და დავაკვირდებით, როგორ მოუვლიან და როგორ გაიხარებს აქაურობა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას კომპანია ბიბლუსის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს წიგნის ჩუქების თვე და აპრილის გამოცხადებას და კამპანიას აჩუქე წიგნი შემოუერთდა აფხაზეთის მთავრობა და კონკრეტულად ლიკა კვარაცხელია, რომელიც არის წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი. და დღეს ჩვენ ჩამოვედით ვაზიანში და ამ ბავშვებს, რომელთა წინაპრების და თვითონაც რეალურად აფხაზეთიდან არიან, ჩამოუტანეთ არაერთი წიგნი, ახალი ლიტერატურა და ამავდროულად ჩამოუტანეთ სურვილი, რომ ჩვენ ვიმეგობროთ და ეს ურთიერთობა იყოს აქტიური და რაც შეიძლება ნაყოფიერი. დღევანდელი აქციით ნამდვილად აღფრთოვანდნენ ჩემი მოსწავლეები, ძალიან გახარებულები არიან და ალბათ ეს ემოციები დიდხანს გაჰყვებათ. დიდი მადლობა ინიციატორებს, ორგანიზატორებს და კარგი იქნება, რომ ხშირად ჩატარდეს ასეთი აქციები. ოკუპირებული გალის რაიონში მგლებისა და ტურების დახოცვა დაიწყეს. ამ საქმისთვის ფულადი ჯილდო არის დაწესებული, რადგანაც გამრავლების პერიოდში ხეცები თავს ესხმიან შინაურ საქონელს. ტურის მოკლაზე 1500 რუბლი არის დაწესებული, ხოლო მგელზე 2500 რუბლი.